მოდით ახლა განვიხილოთ მასობრივი გამოკითხვის მეთოდის არჩევა. მასობრივი გამოკითხვის მეთოდის არჩევისას აუცილებელია მთელი რიგი პრობლემების გათვალისწინება, რომელთაგან ყველაზე არსებითზე გავამახვილებთ ყურადღებას. ესენია მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემები, შერჩევასთან დაკავშირებული პრობლემები, შეკითხვებთან დაკავშირებული ასევე პრობლემები და პიროვნულ ფაქტორებთან დაკავშირებული პრობლემები და ასევე ადმინისტრაციული პრობლემები. ცალ-ცალკე განვიხილოთ ეს საკითხები. მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემები. ვიცით თუ არა ჩვენ სამიზნე ჯგუფის ზუსტი ზომა? პირველად ესეთი შეკითხვა შეიძლება დავსვათ. ზოგ შემთხვევაში ჩვენი სამიზნე ჯგუფის წევრების სრული სია შეგვიძლია შევადგინოთ, მაგრამ ზოგჯერ ეს შეუძლებელია. მაგალითად, თუ უნივერსიტეტის სტუდენტების გამოკითხვა გსურს, შეგვიძლია ადმინისტრაციას ვთხოვოთ მათი სრული სია. ფაკულტეტების და კურსების მიხედვითაც კი, მაგრამ შეუძლებელია ქუჩის მაწანწალების, მაგალითად სიტყვაზე ვამბობ, სრული სიის მოპოვება. ალბათ მოგვიწევს ქუჩა ვიაროთ და პირადად ვეძებოთ ისინი, ისევე როგორც სიტყვაზე მაწანწალების მაგივრად მათხოვრების გამოკითხვა თუ დაგვჭირდება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეუძლებელია სატელეფონო ან საფოსტო გამოკითხვის ჩატარება. მაწანწალებზეა საუბარი და მათხოვრებზე. სამიზნე ჯგუფის წევრები წერა-კითხვის ცოდნენი არიან თუ არა. ამ საკითხს არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან მასზეა დამოკიდებული ჩვენი არჩევანი. ანკეტირება გამოვიყენოთ თუ ინტერვიუ. თუ არ იცის წერა-კითხვა, ანკეტირებას ვერ გამოვიყენებთ. წინა მაგალითს რომ დაუბრუნდეთ, შესაძლოა ქუჩის მაწანწალების თუ მათხოვრების დიდმა ნაწილმა არ იცოდეს სიტყვაზე წერა-კითხვა. შესაბამისად, ერთადერთი არჩევანი პირისპირ ინტერვიუ იქნება. და როგორც ჩანს, გინდა წერა-კითხვაც იცოდეს, მაინც პირისპირ ინტერვიუ იქნება ამ ჯგუფთან, მაწანწალებთან და მათხოვრებთან დაკავშირებით საჭირო. არის შემთხვევები, როცა მცირეწლოვან ბავშვებთან ვატარებთ გამოკითხვას. ცხადია, რომ ვერც ისინი შეავსებენ დამოუკიდებლად კითხვარებს. არსებობს ენობრივი ბუდიში ტიპის პრობლემებიც. შესაძლოა იმიგრანტებთან ან ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებთან ვატარებდეთ გამოკითხვას და არაერთ ენაზე მოგვიწვიოს ანკეტის თარგმნა და დაბეჭდა. მაგრამ ვერ მოვძებნოთ ინტერვიუერები, რომლებიც ჩვენთვის საჭირო ყველა ენაზე ისაუბრებენ. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს მოცემულ შემთხვევაში და საქართველოში მცხოვრები, სოფლად მცხოვრები, ქალაქში არ ვამბობთ, აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობა, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ იცოდნენ ქართული ენა, პრაქტიკა ამას აჩვენებს. ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ინტერვიუს ჩატარება და ანკეტირებით უნდა შემოვიფარგლოთ, მაგრამ ის ანკეტაც ბუნებრივია, მათ ენაზე უნდა იყოს ქართულიდან ნათარგმნი. ენობრივ პრობლემასთან კიდევ ერთი სირთულეა დაკავშირებული. კერძოდ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ კითხვის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნისას არ დაიკარგოს კულტურის თვალსაზრისით სპეციფიკური დეტალები. არის პუნქტი, რომელიც ასევე გასათვალისწინებელია. თანახმა იქნება სამიზნე ჯგუფი, ითანამშრომლოს კი ჩვენთან? გამოყავით ჯგუფი, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს. ის
თავარია რომ მან ჩვენთან ერთად სამშობლოს. ეს საკითხი საკმაოდ წვავით დგას, როცა რაიმე არალეგალურ საქმიანობაში ჩართული ადამიანების გამოკვითხვა გსურს. იქნება ეს სიტყვაზე შეიძლება ნარკომანების გამოკვითხვა გჭირდებოდეს, კრიმინალური ელემენტების თუ სხვა მსგავსი დროს ცხადია რომ ისინი უნდობლობით მოეკიდებიან სატელეფონო ინტერვიუს ან ფოსტით მიღებულ კითხვას, რადგან კვლევას საუკეთესო განსხვავებით რომ ჰქონდეს, მათთვის სარისკოა რომ ინფორმაცია ოფიციალური პირების ხელში მოხვდეს. ამიტომ კვლევარმა უნდა მოახერხოს მათ არაფორმალურ გარემოში შეღწევა, მათი ნდობის მოპოვება და ნაკლებად ფორმალური პირისპირ ინტერვიუს ჩატარება. პუნქტია შემდეგი შეიძლება იყოს თუ როგორია ჩვენი სამიზნე ჯგუფის გეოგრაფიული განაწილება, ამასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა. არის შემთხვევები, როცა სამიზნე ჯგუფის წევრები საკმაოდ შორ და მიუწვდომელ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც ძალიან გაგვიჭირდება ტელეფონითა და ფოსტით დაკავშირება. თქვათ, მაღალმთიანი რაიონის სოფელში თუ ხდება ჩვენი რესპონდენტი, მიუხედავად დიდი ხარჯებისა, ინტერვიუერს პირადად მოუწევს ამ სოფელში ჩასვლა და რესპონდენტების გამოკითხვა. შერჩევასთანაც არის საკმაოდ ბევრი პრობლემა დაკავშირებული. დავიწყოთ გინდათ იქიდან, რა ინფორმაციას ფლობთ გამოკითხვისათვის შერჩეული ადამიანების შესახებ. ვიცით მათი მისამართები და ტელეფონის ნომრები კი რამდენად ახალია ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. იმიტომ რომ არის სიტუაცია, როდესაც თქვათ იგივე საქართველოში და საზღვარგარეთ ჩატარებულ გამოკვლევებს თუ ავიღებთ ხედველობაში, ზოგჯერ 3 წლის შემდეგ, დიდი ევროპის ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში მობილობა საკმაოდ დიდია და სიტყვაზე პანელური გამოკვლევისას, ანუ ერთი და იგივე პირების გამოკითხვა თუ გჭირდება, შეიძლება 1/13 ან მეტი დავკარგოთ. 3 წლის განმავლობაში მათ შეიცვალეს თავისი საცხოვრებელი ადგილი. მეორე შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოში ამოჩნდა, რომ სადღაც სულ ცოტა 20% იკარგება, როგორც ბოლო დროს ჩატარებულმა რაღაც მასშტაბიანმა პანელურმა გამოკვლევებმა აჩვენეს. ესეც პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივია. შესაძლებელია ჩვენს რესპონდენტებთან კი დაკავშირება, მაშინაც კი, როცა გამოკითხვისათვის შერჩეული ადამიანების მისამართები და ტელეფონის ნომრები ვიცით და გინდათ იგივე ადგილას ცხოვრობდნენ და არ ქონდეთ, როგორც ზემოთქვით, შეცვლილი საცხოვრებელი ადგილი. ზოგჯერ ხშირად არის შემთხვევა, ზოგჯერ მაინც შეუძლებელია მათთან დაკავშირება, რადგან ზოგი ძალიან დაკავებულია, ზოგი სულ გასულია თავის საცხოვრებელი ადგილიდან, გინდათ მოგზაურობს და ასე შემდეგ. არის შეიძლება დავსვათ ასეთი ტიპის შეკითხვაც. ვინ იქნება ჩვენი რესპონდენტი? თქვათ, გამზადებული გვაქვს გამოკითხვის ჩასატარებლად შერჩეული შინამეურნეობების სია. ახლა ჭირდება ამ შინამეურნეობებიდან რესპონდენტების შერჩევა. ვის გამოკითხვას ვაპირებთ? მივედით, ვინ უნდა გამოვკითხოთ სიტყვაზე? ოჯახის უფროსი, დიასახლისი, ნებისმიერი, ვინც კარს გაგვიღებს და თუ ვინ იქნებ ის, ვინც კარს აღებს, არ არის თანახმა ინტერვიუს მიცემაზე. მისი ოჯახის რომელიმე წევრი კი თანახმა, როგორ მოვიქცეთ. თუ ერთ შინამეურნეობაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, აი რა უნდა ვქნათ? შეიძლება რომ რამდენიმე ოჯახი ცხოვრდეს. როგორ მოვიქცეთ თუ ერთ შინამეურნეობაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, რას ვაკეთებ?
მსგავსი შეკითხვები ყოველთვის დგას კვლევარის წინაშე მასობრივი გამოკითხვების ჩატარებისას. როგორ გადავჭრათ სიტყვაზე ესეთი პუნქტი შეიძლება იყოს ნაკლული მონაცემების პრობლემა. რა იგულისხმება მაშინაც კი თუ მოსახლეობასთან და შერჩევასთან დაკავშირებულ სხვა დანარჩენ პრობლემას გადავჭრით. აუცილებლად მოგვიწევს ნაკლული მონაცემების პრობლემასთან შეხება, რადგან ზოგი უარს იტყვის გამოკითხვაზე მონაწილეობაში მიღებაზე. ზოგი არასრულყოფილად შეავსებს სიტყვაზე კითხვას. შეიძლება ერთი პუნქტი შეავსოს, ზოგი გამოტოვოს, თუ ანკეტირებასთან ანუ ვორიგებთ კითხვარებს, ზოგსაც დაავიწყდება საფოსტო კითხვარის თუ საფოსტო გამოკითხვა უკან გაგზავნა და ასე შემდეგ. ნაკლული მონაცემების ალბათობა ყველაზე მაღალია, ყოველთვის ამას პრაქტიკა აჩვენებს საფოსტო გამოკითხვისას, ხოლო ყველაზე დაბალია პირისპირ ინტერვიუს დროს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირისპირ ინტერვიუს შემთხვევაშიც შეიძლება სამწუხაროდ მოხდეს რამდენიმე სახის უზუსტობა ნაკლულ მონაცემებთან დაკავშირებით. ერთი დაიწყოს შევსება და პასუხის გაცემა ჩვენ კითხვებზე ინტერვიუერთან რესპონდენტმა და შემდეგ როგორც კი წავა გარკვეული ტიპის შეკითხვები, რომელიც შეიძლება მას არ მოეწონოს, ან ჩათვალოს, რომ არ უნდა ამაზე ინფორმაციის მოცემა, შეაჩეროს გამოკითხვა და მეორე შემთხვევაში შეიძლება გამოკითხვა კარგა ხანით გრძელდებოდეს, ზოგჯერ არის შეიძლება გამოკითხვა დიდი ინტერვიუს დროს ნახევარ საათსაც კი მოიცავს და მეც და ბოლოში რაღაცა შეკითხვების ნაწილზე უარი გვითხრას. ასე დროს ჩვენ იძულებული ვიქნებით გვინდა არ გვინდა მივიღოთ ნაკლული მონაცემები და ცალკე იანგარიშება ჩვეულებრივად ბოლოს შეწყვეტილი ინტერვიუების რაოდენობა, ასევე იანგარიშება საერთოდ რესპონდენტები, რომლებმაც უარის თქვეს გამოკითხვაზე და გამოკითხვის თვითონ სპეციფიკად შეიძლება იმ თვალსაზრისით ვნახოთ, თუ რა პერიოდში ამითაც შევამოწმოთ, თუ დასაწყისში ბოლოში თუ რა კითხვებთან დაკავშირებით გვიწყვეტს რესპონდენტი გამოკითხვას და ამდენად ჩვენ ვღებულობთ ნაკლულ მონაცემებს.